წელს დამავიწყდა ცერცვის დათესვა შარშან უბრალოდ ნინო. ჯერ სიცხე იყო ნამეტარი კი იცი შენ აგვისტოში უნდა დათესვა. დამავიწყდა დათესვა, ჯერ გვალვა იყო და ვერ დავდესე. აგვისტოში. აგი აგვისტოში ხდება დათესვა. გურიაში დასავლ ოქტომბერ-ნოემბერში. გურია, ნინო, მე თბილისზე გელაპარაკე. გასაგებია. არ ვარ ესე იგი აქაც მოდის ეს. არ გასულ მქონდა შარშან რაღაცა დაფერები მქონდა. ალამაზი ყვავილებია. ხო, ისფერი ყვავილები ახლა გიშდები, ისე მომწონს. თოვლმა თუ არ დაამყრია და მოყინა ზამთარში არ გამოდის ისე არ მოდის მოსავალი. ეს იცი რამ ხალხ თოვლში ნამყოფი ცერცვია? ვიცი გურიაში არის. გურიაში ხიდის თავიდან გამოგვიძა და დაკაბერძენიში. დენაცვალე მაგას. რაფერება თლან ორჩები ზურიკო. პროცესო. და კიდე იცი ყოფილა ცერცვე კალა. კი არსებობს, ბევრნაირი ჯიში არსებობს. კი. ზოგი არსებობს, რომლის მარტო მარცვალი იყო. მარცვალი. წვანეთ ვერ შეჭა. ზურიკო, რატო ბობებს შეაყარე კედელს ცერცვი ნახე რა, კაი და კეთილშობილი რა. მაგას კი არა მომი, კაკალი კენჭივითა. ამის კეკალი არის კენჭივით. კედელს რომ მიაყრი უკან გიბრუნდება. შეაყარე კედელს ცერცვი. ნინო, ახლა მას გათუთქავ შენ, ცხელწყალში გამოატარე დიახ. და მე სასწაულად შესუნელდე. ნახე ჩვენ ამას შევასუნერებთ, მაგრამ არსებობს თუნდაც სხვა რეცეპტიც. რაფერი? გასინჯული მე არა მაქვს, მაგრამ ხო მოვიკითხე ამას სხვანაირად როგორ აკეთებ. უმრავლესობა აკეთებს ამას პამიდორში. პამიდორიანი არ მიყვარს. არც მე არ მიყვარს. მე მიყვარს მარტო ისეთი, რომელსაც დღეს გავაკეთებ და გურულებმა მითხეს, ჩემებმა რომ ეს კეთება კიდე ახალ ტყემალთან ერთად მოხალხული კვერცხი. არ მინახ, არც გამიშინჯია. არც მე არ გამისინჯეთ, მაგრამ რეცეპტები რომ მოვიკითხე, როგორ იცით ამის გაკეთება მეთქი ეს მითხრე. მე ვიცი ერთი კარტოფილიანი და დღეს გავაკეთოთ, ბევრი გვაქვს და ნაწილი გავაკეთოთ. ახალი კარტოფილი. რაფერ ხვავრიელად გამოუტანებია და ახალი კარტოფილი. ხო? ხო, ახალი კარტოფილები ჩავაწყოთ და соуზივით. კი ბატონო. კერძაგვებია გააკეთებდა. ჭადთან არ აუშავს, ერთ ჭამას შეჭამს ადამიანი, მაგრამ ის სასწაულია. კი, აი იმას და აუცილებლად გაგვატანდა მეზობლები. ხო, მოსაკითხ. მოსაკითხად და რომ მივიტანდით, უმანკობებიას და რომ მივიტანდით, ან ეთერბებიას ჩუტანდით, ან დუდანაბებიას, ისინიც გამოგვიგზავნიდნენ რამეს სხვას. ხო, იმ თებს ცარიელს არ გამოგვატანდა. საპასუხოდ. და რომ მოუტანდით, ასეთი პასუხი იყო. გეიხარე შვილო, დედმამიანი ხარ? ხო. იხილე, დედმამიანი ხარ? და პასუხი იყო 100 წელიწად შენი ნახელა. ნახელავი, ხო. არა, ეს ტრადიცია იყო ცარიელი თევშის გამოტანებას იმძნიდა გურიაში. ცარიელი თებში უხერხული არ დაგიბრუნებდნენ არაფრით. ნინო, აი ცოტა დავალბოთ წყალში, 1-2 დღის მოკრეფილი კია, მგონი ცოტა მოშობილია. ცოტა წყალი დავასხათ და გატკაცუნდე. კი ბატონო. მაგრამ ეს ხომ მაინც უნდა გაითუთქოს. ხო და გავთუთქე. კი ბატონო. ჩანაყილ ნიგოს და სუნას აქვს სულ სხვა გემო. ზურიკო, რო არ ამოცვინდეს, მარილი უნდა ჩავამატო. შენიცი. ზურა ხეთათვას არ ხმარობდა, მხوار გამიბრაზდებიან. და გაგიბრაზდნენ რა კიდე მე. იცი რა, ბები ამბობდა რომ ხელს აქვს თავისი სითბო, რომელიც სხვა გემოს აძლევს სუნას, ამიტომ უნდა მოიზილოს ხელით. ჩვენ ჭამ, ხომ არ ვაჭუ. ჩემ მეზობლებს, ჩემ ნათესავებს, ჩემ მეგობრებს, მაგენს არც ერთს არ აქვს პრეტენზია და მიცელოფნიანი ხელი რა თუ არ გაქვს. ხო. და საჭმელს კიდე ის სუნელი კი არა ხასიათი აკეთებს. ხო და მე შენი არც ხასიათი არ მეზარება, არც შენი ხელი არ მეზარება. შენ გამიკეთებე და ნახე თუ დარჩეთ რა მე შევიჭმე. აუ ეს ვისაც უნდა ჩამეიცვას ცელოფნები და იმით გააკეთოს. ხო. იდაყვამდე. და კაი. იმეც ახლა ეგეც უნდა ჩავნაყო. სად დავჭრა. მაგით ჩარშან დავდგეთ დინო. კიდევ რომ დავდგე მაშინ ოქტომბერში, უკვე მიწა შეყინული იყო, ცოტა გაყინული ჭირხლიანი იყო, მიწა რომ დავდგე. და მშვენიერი მოასწრო, ნახე, წვიმები უყარს გაზაფხულზე რომ იცის წვიმა, კაი გამოდის. ხო, წესა როგორი წვიმიანი ის იყო. ხო და ამ გაზაფხულზე რა კაი მევიდა ნახე. აგი რომელია, იცი ცოტა იისფერი რომ დაკრავს, ქართული ნიორი, შენ მომიტანე მე ბაზრიდან. ხო, კი ბატონო. ასე დაკრეჭილი რომ აკპილები. აი მწვანე პიმპილი არ მქონდა მე და ვიყიდენი. რატო არ ქონდა? ვერ მოასწარი მაგისი დაწესაც თუ დაგამიწდა. პატარებია ჯერ არასხია და საიდან მოაქვენა ასე ამფერი ამისი. აგი ახლა რომ მევიდეს ნინო. აგი არ იქნება ქართული მგონია ბაზარში ვიყიდე. იცი რა, მარეულში არის მე მგონი უკვე. ახლა რომ იყოს მწვანე წიწაკა, პიმპილი, აგი უნდა დარგო თებერვალში. ესე იგი თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი 4 თვე სათბურში 10 თვე უნდა. სათბური მოვი ახლა ინციფი. ეხლა ვამზადებ ჩვენ ცერცვის სუნას. ზურიკო. ვიცი? აკი რამდენი ზელვა ისე? იცი რა, სხვანაირი გამოდის მე ეს თანაბარი, დამუშავებული, ხო. ერევა კარგად იმარი. აბარა.
მისი ნახარში უნდა ცოტა, ხო? აუცილებლად. ცერც უნდა თავისი ნახარში. გათხელება. ნახე. მაგრამ ეს მარე არ ამგონი რომ ეყოს. მეტი უნდა ნინო? მგონი კი, მაგრამ ერთი დავამატებ. ჭიქაც მარი, ხალო, რაფერია ვერ ხედავ, წამწალა. დავამატებ. აი, ახლა დაველოდები იმას. რაფერი მწვანე დაგიჭერ ნახე კინძი, ფლათ ახალი. ქორფა. რასუნია შენ გენაცვალე. ამაზე უკეთესი კომბინაცია. კინძი, ნიორი, ნიგოზი და ციცაკა. ციცაკა და ზაფრანი. ზაფრანის ყვავილი. არ მოგონილა მე მგონი. შევეცოდეთ ყოა ვინც ხაზ იმით რო უჭირდი პატარა დანები და რაფერი დანები გამომიგზანა ნახე. აიმე. შეხედე რა ნაირ-ნაირ. გორის დასაკვირვი. ზურიკო ციცაკაც მარემ დამიჭერი რა. მოდე გერაცვალე. შენი გულის შენ ვიბრძანე და შენი გულის ჭირი მე ციცაკა დამიჭერი. შენ რაფერ გაუფროსტი ნელ-ნელ ატყობ? აბა ასე დამარიგეს ასე ქენიო. თორე ჩაგრავს ეგ ბიჭიო. ამას მე მგონი ვერ დამიწუნებს ნახე რამისი. ახალი დანის ეშხით რამისი წვრილეთ დავჭერი. ამას ეს წვენი ჭირდება თავის. იმო რამისი მწვანე და რა კაია. ხო, ხასხასა, ამის მოხარშოს თავის მეთოდია. ხოდა თქვი? თქვა? აბა არ უნდა თქვა? გავამხილოთ. რაფერ უნდა გამევიდეს ამფერი მწვანე? როცა ეს ხო ადუღებულ წყალში უნდა ჩავყაროთ, ეს უნდა ჩავყაროთ ადუღებულ წყალში. სულ ცოტა, აი ამდენი 3 თითით რასაც ავიღებ, სოდა შეიძლება ჩაყაროთ, ფერისთვის მხოლოდ. აგერ სტუმარი ვყავს. ვით. მაგის ბაღნები დასოლდა. და შევიყვანე ვაშრო. აი ეს არის ნახარში. ნინო цаრიელი ცილა. არ კოსნებს რომ ცილა აქვს. იმდენი არაფერს არ აქვს. და განსაკუთრებით ესა. წადებობიო და ესა. ნახე რა წვენია. ზურა, იცი რა? ნინო ვეღარ ვითმენ ჩქარაქელი რა. დედა ზურა მაცადო უნდა ცოტა ხანი რა. ჩქარა არ კეთდება საჭმელი. არ კეთდება. კვერცხი შეწვა ხო არ არის, კაცო? ვერ ვითმენ მოვკვიდე ვიხჩი. ხო სუნიკი აქვს ისეთი რომ აი შეიძლება წაგავს აგერ ხალხით განა და იღებს სურათის გადაირი. ნინო წავწყდებით აი ამ ხალხს რომ არ ვაჭამო. ვაჭამოთ ბატონო ერთი გავაკეთოთ ჯერ. ვინც დეინახა რომ არ ჭამოს მოკტება ადამიანი. ზურიკო ეხლა წვანე ციცაკა შენ დაჭრილი ხო გაქვს ჩემთვის? წვანე ციცაკა მაგ და კინძი ნახე რაფერი? ხო ეს ხელი მალე დაუშვი. რა უშავს. დაუშვი კარგად. ჯერ ნახე რა ფერია. გაცოცხლა ჩვენი ბებიები. დედა, დამიდე მარტო ბებიები? ბაბუები, მამიდები, დეიდები, მაცადე ცოტა აურიო ზურიკო და მითხარი მარილი, დავამატო თუ არა? ხარგა მაშინ ჯერ რაფერ გითხრა მარილი უნდა თუ არა? ერთი წამით მოურიო ადამიანო, აჰა, გამომიწვიე ხელის გული. აჰა, ცხელიაცა. მარილი უნდა. ნახე რა კაია შენ გენაცვალე. ციცხლის სუნი აქვს. როიფქება ახალი არ თქვა გადაარაჩულებრივ ჭარცხვერი ყოველდღე, რაც მე ვერადროს ვერ ვიშევ თბილი. ძნელი საშუალებია, ნინო. თბილისში ვერ ერთი საიდუმლოება არსებობს. ჭადი უნდა იყოს ახალი დაფქვილი. ხო, კი ბატონო. ასეთ თბილი სუნი რომ მქონდეს, ამას რომ უხდება, ამ ცერცს რომ უხდება, იმფერი რომ იყოს, უნდა იყოს ახალი დაფქვილი. ამ დილას დავქვი შენ მოსლამდე, აკა ჩვენ ციცხლში. ჩვენთან აგე. სქელ მერდი, სქელ საცერში გავცერი, გული რომ გამეიშროს, უნდა იყოს სქელი. კი ბატონო. ხოროში, სკელი. ხოროში უნდა იყოს ფქვილი. კი ბატონო. მაშინ გამოდის ამფერი. გასინჯია. აბა რას ვიზამ შენგენაც. რა პაცა ბევრი კი გავაკეთე. ნინო, რამდენი ერთი გობი, ხლა ეყო ფახანე გამრებს, გამომრებს. ვაიმე, არ შემიძლია ამ ცოტა საჭმელის გაკეთება და რა უკნა. კასურების ყოლა დიდი მაგ. მამა ჩემი მეუბნებოდა, მაგდის ქვაში პაცა საჭმელის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მე არ შემიძლია. ანახე რამდენი გავაკეთე არა. მაგრამ მაშინ უფრო მეტი უნდა იყოს ცერცში. კაი, всё, ასეთში შეფაღაღარ უნდა. შენ გეიხარე, გაგი, აფერიცი ნაჭარლებმა, აგიყვავდეს ხელები. აგიყვავდეს ხელები. რაცა დედამ შემძაბდა და უყვავდეს ხელები. უყვავდეს ხელები, შაირია მაგ. გასწავლია. აი რომელი კერძი ჯობია ახლა მას. აფერი არ ჯობია. ზურიკო ერთ გაკეთებას კიდე მოვასწრებ.